მსოფლიოში უამრავი შთამბეჭდავი ადგილია, რომელთა შორისაც ღრმა ტბები, დიდებული ჩანჩქერები, ზღაპრული გამოქვაბულები და მრავალი სხვა. მაგრამ დედამიწაზე არსებობს ისეთი ადგილებიც, რომლებიც იდუმალებითაა მოცული. ამ ეპიზოდში იმ ადგილების შესახებ მოგიყვებით, რომელთა საიდუმლო ამოხსნაც მეცნიერებს არ შეუძლიათ. ნამიბიის სტეპებში საკმაოდ უცნაურ ფენომენს შეხვდებით. იქ უამრავი წრეა, რომელთა ფორმაც თითქმის იდეალურია. ამ წრეების დიამეტრი 3-დან 20 მეტრამდეა. მეცნიერებს არა მხოლოდ ამ ფენომენის ახსნა, არამედ იმის ახსნაც კი არ შეუძლიათ, თუ რატომაა ეს ფორმები წრიული და არა რომელიმე სხვა გეომეტრიული ფიგურის მსგავსი. ამ წრეების შიგნით არაფერი იზრდება. ამიტომაც 2013 წელს ეკოლოგმა ნორბერტ იურგენსმა ივარაუდა, რომ წრეების წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა ტერმიტები ყოფილიყვნენ. მაგრამ 2015 წელს ბიოლოგმა უელტერ ჩინკელმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც იურგენსის თეორია უარყო. თითქმის ყოველ ღამით ნორვეგიაში მდებარე ჰესტალენის ხეობის მაცხოვრებლები ცაზე უცნაურ ფენომენს ხედავენ, რომლის ახსნაც მეცნიერებს არ შეუძლიათ. ღამით ხეობაში უცნაური სინათლე ჩნდება, რომლებიც სიმციმებენ, საკუთარ ფორმას იცვლიან და შემდეგ ქრებიან. ამ ფენომენის შესახებ ჯერ კიდევ 1930 წელს გახდა ცნობილი. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ხეობაში არსებული ტბა რადიოაქტიურია, რის გამოც ატმოსფეროში როდონის ნაწილაკები ხვდება, რაც ცაში უცნაურ ნათებას ქმნის. მეორე ვერსიის მიხედვით, ჰესტალენის ხეობის ნიადაგში დიდი რაოდენობით გოგირდი მჟავა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გოგირდი ჟანგბადთან ურთიერთქმედების შემდეგ უცნაურ ნათებებს ქმნის. ნევადაში მდებარეობს გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც დღესაც კი ბოლომდე შესწავლილი არაა. ის მცირე ზომის ნაპრალს წარმოადგენს, რომლის სიღრმეც დაუდგენელია. 90 მეტრზე ჩასვლის შემდეგ კვლევარებმა აღმოაჩინეს წყალსაცავი, რომელიც მინიმუმ 230 მეტრის სიღრმეზე ჩადის. მისი ბოლომდე შესწავლა შეუძლებელია, რადგანაც ყოველი ჩასვლის მცდელობის დროს ტექნიკა მწყობრიდან გამოდის, ხოლო მყინთავები გონებას კარგავენ. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველაფრის მიზეზი მეთანია, მაგრამ ეს მოსაზრება დადასტურებული არაა. მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშ არსებული წყლის ტემპერატურა 33 გრადუსია, მასში უნიკალური სახეობის თევზები ბინადრობენ. ადგილობრივების თქმით, ღრმულიდან მუდმივად უცნაური ხმები ისმის. დიდ ბრიტანეთში მდებარეობს წყარო, რომელიც ნივთებს ქვად აქცევს. ისეთი შთაბეჭდილება იქნება, თითქოს ეს ადგილი მედუზა გორგონას მიერ იყოს შექმნილი. წარსულში ამ ადგილს მოჯადოებულად მიიჩნევდნენ, მაგრამ დღეისათვის მეცნიერთა ნაწილის აზრით, ყველაფრის მიზეზი წყალში არსებული დიდი რაოდენობით მინერალებია. ჩინეთში იდუმალებით მოცული შავი ბამბუკის ტყე მდებარეობს. ჩინეთის მოსახლეობას სჯერა, რომ ბამბუკი მათ ბოროტის სულებისგან იცავს, მაგრამ ლეგენდის თანახმად ამ ადგილას სულები უკვე დიდი ხანია რაც ბინადრობენ. ბამბუკის ტყეში ადამიანები ხშირად უჩინარდებიან. ის გაბედული ადამიანებიც კი, რომლებიც მის შესწავლას ცდილობენ, ტყეში შესვლის შემდეგ უკან აღარ ბრუნდებიან. 1962 წელს გეოლოგების ჯგუფის თითქმის ყველა წევრი, რომლებიც სიმართლის დადგენას ცდილობდნენ, ტყეში უკვალოდ გაქრნენ. ტყიდან გამოსვლა მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოახერხა, რომელმაც თქვა, რომ ერთ მომენტში ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. ამის შემდეგ მას საკუთარი ჯგუფის წევრები აღარასდროს უნახავს. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ამ ტყეში არა მხოლოდ გამოუცდელი ტურისტები, არამედ ის ადამიანებიც იკარგებიან, რომლებსაც წესით ტყიდან გამოსვლა არ უნდა გასჭირვებოდათ. მაგალითად, 1966 წელს ტყეში კარტოგრაფების ჯგუფი, ხოლო 1976 წელს მეტყევეები დაიკარგნენ. შავი ბამბუკის ტყის საიდუმლო დღესაც ამოუხსნელი რჩება. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ტყეში ის სახიფათო სოკოები ხარობენ, რომლებიც ჰაერს წამლავენ. ტყეში შესვლის შემდეგ ადამიანები მოწამლულ ჰაერს უნთქავენ და იხოცებიან, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ შავი ბამბუკის ტყეში სხვა სამყაროში გასასვლელი კარი არსებობს, რაც არ უნდა იყოს, ამ იდუმალებით მოცულ ადგილს ყოველწლიურად უამრავი ცნობის მოყარე ადამიანი სტუმრობს. თუ სხვებისგან განსხვავებით, მალდივები ჩვენს პლანეტაზე არსებულ სამოთხედ არ გეჩვენებათ, მაშინ უმჯობესია ვაათრუს სანაპიროს ესტუმროთ. საქმე იმაშია, რომ მზის ჩასვლის შემდეგ სანაპიროს მიმდებარე წყლები მუქ ლურჯ ფერს იღებს. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მიკროორგანიზმები არიან, რომლებიც ჟანგბადთან ურთიერთქმედების შედეგად ფერს იცვლიან და ნათებას იწყებენ. ღამით მანათობელი ზღვა იმ ადგილს ჰგავს, რომელიც წესით დედამიწაზე არ უნდა არსებობდეს. ხანდახან ბუნება უცნაურ ფორმებს იღებს. 400-ზე მეტი ფიჭვი, რომელიც პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ერთი შეხედვით ჩვეულებრივად გამოიყურებიან, მაგრამ თუ ხეებს კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მათ უცნაური ფორმა აქვთ. ამ ტყეში არსებული ხეები ჩრდილოეთისკენაა გადახრილი. მათი უცნაური ფორმის მიუხედავად, მათ ნორმალური სიმაღლე აქვთ. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ნერგების დაზიანება გახდა. ისინი დაახლოებით 1930 წელს დარგეს, მაგრამ მათ შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი ხანი არაფერი იცოდა. საქმე იმაშია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოფელი თითქმის მთლიანად დაცარიელდა. 1970 წელს კი იქ სხვა ადამიანები დასახლდნენ. ხეების უცნაური ფორმის გამო ამ ადგილს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.
გეოლოგი, რომელიც ამ ადგილს 76 წლის წინ იკვლევდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ის მალე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოცულ ადგილს აღმოაჩენდა. ეს კრატერი ციმბირში მდებარეობს და ის 1959 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს. მისი წარმოქმნის მიზეზი უცნობია, მაგრამ მიუხედავად ამისა, უამრავი თეორია ამ ფენომენის ამოხსნას ცდილობს. დაწყებული ატომური აფეთქებიდან დამთავრებული მეტეორის ჩამოვარდნით. ამ ადგილიდან აღებული ასობით ნიმუშის მიხედვით, კრატერის რადიაციული ფონი საკმაოდ დაბალია, ხოლო მის სიახლოვეც მეტეორის კვალი არ აღმოჩენილა. საინტერესო კი ისაა, რომ კრატერის ფორმა და სიმაღლე მუდმივად იცვლება. ადამიანები, რომლებიც კრატერზე ავიდნენ, ამტკიცებენ, რომ იქ მცენარეები ზედმეტად სწრაფად იზრდება. გარდა ამისა, ისინი, ვინც კრატერთან ახლოს მიდიან, დაღლილობასა და ამოუხსნელი შიშის გრძნობას მუდმივად განიცდიან. 2005 წელს ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილე გულის შეტევით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის კრატერის სიახლოვეს აღმოჩნდა. შესაძლოა, ეს უბრალოდ დამთხევა იყოს, მაგრამ ვინ იცის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ოკეანის სიღრმეში ეშვებით და იქ მდინარეს ხედავთ. უცნაურად ჟღერს ხომ ასეა? ერთ დღეს, როდესაც დაივერებმა შავ ზღვაში ჩაყვინთეს, მათ დაინახეს, რომ მის ფსკერზე მდინარე მოედინებოდა. მდინარეს საკუთარი ჩანჩქერებიც კი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდინარე ყველაზე მეტადაა ცნობილი, მსოფლიოში მის გარდა კიდევ 7 წყალქვეშა მდინარე არსებობს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მექსიკის სანაპიროსთან მდებარეობს. მეცნიერები დღესაც ბევრს მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რატომაა ბრაზილიაში მსმდებარე ქალაქი კანდიდო გოდოი ასეთი განსაკუთრებული. სხვა ქალაქებთან შედარებით, ამ ქალაქში ყოველწლიურად 6-ჯერ მეტი ტყუპი ბავშვები იბადებიან. იქ 2000-მდე ოჯახი ცხოვრობს. ამ დროს კი ტყუპების რაოდენობა 220 წყვილს აღემატება. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ქალაქში 60 წყვილი ტყუპი დაიბადა და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. უამრავი კვლევის მიუხედავად, მეცნიერებმა ამ ფენომენის მიზეზი ვერ დაადგინეს. რონა და არვი ორი ლამაზი მდინარეა, რომელთა ფერებიც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია. შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდინარეები ერთმანეთს ხვდებიან, რის შედეგადაც ისინი წარმოუდგენელ ბუნებრივ მოვლენას ქმნიან. რონას წყალს ლურჯი ფერი აქვს, ხოლო არვი ყავისფერია. ფერის გარდა მდინარეები დინების ტემპითაც განსხვავდებიან, ამიტომაც ისინი ერთმანეთს არასდროს ერწყმიან. რონა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მდინარეა, რომელიც სათავეს ალპების მწვერვალებიდან იღებს, ხოლო არვი დარემში მდებარე მწვერვალიდან მოედინება. ერთ კალაპოტში მოხვედრის დროს ისინი საკუთარ ფერს არასდროს იცვლიან. ჩანჩქერები ნამდვილად წარმოუდგენლად გამოიყურებიან, მაგრამ წყალქვეშა ჩანჩქერები მათ შორის განსაკუთრებულია. მათ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებთან შეხვდებით. ასეთი ჩანჩქერების წარმოქმნის მიზეზი ძლიერი წყალქვეშა დინებებია. წყალქვეშა ჩანჩქერების შესახებ არსებულ სტატიებში ამ ფოტოს ხშირად ნახავთ, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპტიკური ილუზია. ასეთი რამ კი ბუნებრივი ლანდშაფტის ვიზუალითაა გამოწვეული. ძლიერი დინების, ქვიშისა და ტალახის გამო ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ინდოეთის ოკეანეში წარმოუდგენლად დიდი ზომის ჩანჩქერი მდებარეობს. ბერმუდის სამკუთხედი ბერმუდის კუნძულების, ფლორიდასა და პუერტო-რიკოს შორის მდებარეობს. უამრავი თეორიის მიუხედავად, აქ მომხდარი ანომალიების ზუსტი ახსნა მეცნიერებს არ შეუძლიათ. უკვე საუკუნეებია, რაც ამ ადგილას გემები და თვითმფრინავები უკვალოდ ქრებიან. ზოგიერთი მათ გაუჩინარებას ზებუნებრივ ძალებს მიაწერს. ნაწილი კი ყველაფერს ადამიანური ფაქტორით ხსნის. ეს ადგილი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს იქ ამერიკის არმიის რამდენიმე თვითმფრინავი გაუჩინარდა. მფრინავებმა რაც იქ გადმოსცეს, რომ მათი კომპასები მწყობრიდან გამოვიდა, ამიტომაც მათ საკუთარი მდებარეობის შესახებ არაფერი იცოდნენ. თვითმფრინავების გაუჩინარების შემდეგ გაჟღერდა თეორია, რომლის თანახმადაც მათი ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა სამკუთხედის ტერიტორიაზე არსებული მაგნიტური ანომალიები ყოფილიყო. კოლუმბის კი საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნავდა, რომ ექსპედიციის დროს სამკუთხედის ტერიტორიაზე კომპასი უცნაურად იქცეოდა. ამ ადგილას გაუჩინარებული გემებისა და თვითმფრინავების საერთო რაოდენობა 1000-ს აღემატება. თუ მოგეწონათ ვიდეო, არხის გამოწერა და ზარის ხილაკის გააქტიურება არ დაგავიწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ უამრავი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.